იცის ამგზები ტრამდენა პიარა ოხაზეთ ამბანი ბაზია ციტები დრომ საქართველო ჩადია თუმთიანად თქვენი მონამორჩილი პაწაწონა ასაკში ეს შუაში გოგონა არ ვარ ფეხზე რო დგას მე გახლავართ გაბუწული რაღაცნაირი მე ჩემი ძმა და გენო ჩემი გარდაცვლილი მეგობარი ჩვენი უახლოესი ასევე ჩვენი ახლობლები ეს თქვენი მონამორჩილი და ჩემი დიპლომი ეს ერთ-ერთი მოკლედ ნომინაციის ეს კი ისევ მე გახლავართ უკვე დიდ ასაკში როგორც იქნა მომცალე მცეთუს რომ ახლავს სულიყავი ხო ეს თმა გავიკეთე და ძალიან მომწონდა და მინდოდა რომ კადრებად დამრჩენოდა და აქ სხვათაშორის საკმაოდ უკვე ბევრი ფოტოც გადავიღე დიდი ამბებია მე გავაკეთეთ ხომ დედამ გააკეთა ხომი ჩემი უსაყვარლესი ყველი ნეკნები კიდევ სადღაც კარტოფილი გქონდა მოხარშული არ ვიცი არ ჩანს და კიდევ რაღაცეები ჩემი ჯვრის წერის ფოტო ძალიან მიყვარს ეს ფოტო და ფოტოების თვალილებზე ვგიჟდები საერთოდ დათვალილებაზე და ჩემი ყველაზე ძვირფასი ფოტო ძვირფასი კადრი და ძვირფასი ადამიანი ჩემი მეუღლე ეს ფოტო არ ვიცი ძალიან მაფორი აქებს ყოველთვის და რაღაცნაირი ფოტოა აქ ფატა გადამხადა ძალიან სენსიტიურია ჩემთვის აქ გახლავართ მე და ჩემი ბებო რომელიც უკვე გარდაცვლილია ფაქტობრივად ეს ერთი ფოტო მაქვს სადაც ყველაზე პატარა ვარ ეს კი თეატრში როდესაც მუშაობდი ის ფოტოებია ნენატრება ჩემი წონა ძალიან ესეც მე გახლავართ ესეც მე გახლავართ ფოტოებს ვთვალებდით ეს მე და ჩემი ძმა გახლავართ გავს თუ არა მარიამი ახლა თქვენ გამოიტანეთ აზრი ეს ერთ-ერთი სპექტაკლის ფოტო იყო ესეც მე გახლავართ სტუდენტობის პირველ კურსელი ვიყავ თუ არ ვცდები ეს ჩხოლკით მე რატო იყო ასეთი ფოტოები მოდაში არ ვიცი ეს მე და ჩემი პიანისტი გახლავართ საკმაოდ ძველი ფოტოა ხო ეს სპექტაკლის ფოტო იყო ესეც მე და ჩემი ძმა გახლავართ სულ ვეძახი რომ ამ ფოტოში მარიამი მგავს და ამ ფოტოზე მეტად ამ ფოტოში მგავს ძალიან არ ვიცი მე ვიმსგავსებ ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი მგონია რომ მგავს ძალიან ხო ეს დგომა მაპატიეს რამენაირად სხვათა შორის ეს სტილის ქვედაბოლოები იყო ძალიან მოდაში ესეც სპექტაკლის ერთ-ერთი ფოტოა εν რაოდენობის სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული მაგრამ სამწუხაროდ კადრები არ მაქვს ბევრის ეს მამა გახლავთ ეს კი ჩემი სიყვარულები ჩემი ძმა ჩემი ძმისშვილი და ჩემი რძალი პატარა რო იყო ანიტა ეს იყო ჩემი სავიზიტო ფოტო ოღონდ რატო ვირეოდი ასე და რატო ვგიჟდებოდი არ ვიცი ეს კამარი რამდენ წელს ითვლიდა ვერც კი წარმოიდგეთ და ესე და ესეც ჩემი სავიზიტო ფოტო იყო სპექტაკლის სადაც ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიე ეს მამა ჩემი გახლავთ ეს კი ჩემი ძმა ჩემი სიყვარული ჩემი იმედი და არ ვიცი ეს მე გახლავართ ფოტო რატოა დახეული ვერ გეტყვით ეს დედა ჩემია აქ რაღაცა ვერ გაჩვენეთ დედა ჩემი რომელი იყო ეს ჩემი ბებო და დედას ჩანთას ძალიან გთხოვთ დავაკვირდეთ ვერ ვინელებ რომ აღარ აქვს ეს მე ჩემი ძმა დედა და მამა მუშტაძის ბაღში აქაც მგავს ჩემი აზრით მარიამი ხო ეს დედა დავასრულეთ დათვალიერება დღევანდელ დღეს ყველას დღეს არის დასვენების დღე ახლა და როგორც ხედავთ სახლში ვარ იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს მე რომ სახლში ვარ რატო ვარ მოფლაშული დიდად კი ვერ გავიგე რაღაცა სიმეტრია დარღვეული მაგრამ შტატივი ვერ ვიპოვე მე არ ვიცი სად არის ხო და რაღაც საცოდაობაზე მიდგას უკვე ტელეფონი ხო და ჩემზე აისახა კიდეც ეს საცოდაობა მოკლედ სანამ დამავიწყდება გოგოებო რომელ წებოს იყენებ ხო და ძალიან მჭირდებაო რომ დამიწერეთ მე ვიყენებ E7000
აი ამ წებოს ვიყენებ ღირს 15 ლარი და შეგიძლიათ შეიძინოთ პასაჟი. მძივების და რაღაცების მაღაზია, მოკლედ ნომერი მართლა არ მახსოვს რომელი ნომერია ის მაღაზია, თუმცა სადაც არ უნდა იკითხოთ, რომ მხოლოდ ყველგან მიგასწავლიან ეს 7000. თუ იჩქარებთ უკეთესი, იმიტომ რომ მარაგი მე მგონი უკვე ეწურებოდათ. ეს ასე. სხვაგანაც იქნება ალბათ, უბრალოდ მე სადაც ვყიდულობ იმას გეუბნებით. რაზე ხმა არ მომწონს, ვერ ვირგებ, რატო თხრიპინებ, აი მე თვალები მეკავება. ხალხი დილიდან ძალიან ბევრი ხარ მიწუწუნე. ამ შველესაც სადაც შეხვალება და აღარაფერი. კაი. ხო და მოკლედ დაიცოდეთ, შეგიძლიათ შეიძინოთ აქვე გეტყვით იმას, რომ არის რაღაცები, რაც მაგრდება ამით, არის რაღაცები, რაც ვერ დამაგრდება ამით. ასევე მწერდით ყუნწს, გოგოებო, შესაყრელი საყურის ყუნწი, შტირს რო ეძახიან, იმას ამით ვერ დაამაგრებთ. ეს არის გამორიცხული, თუ დაამაგრებთ, არ იქნება ისეთი მყარი. აუცილებელია დამაგრდეს ცხელი წებოთი, ანუ სილიკონით, თოფით შეგიძლიათ დაამაგროთ. ამით ნუ გარისკავთ დამაგრებას, იმიტომ რომ არ მაგრდება მოკლედ რა. ასევე ეს გოგონებო გამოიყენება თვლების დასამაგრებლად. თვლები და უამრავი რამ, რასაც მე ვიყენებ, მაგრდება ამით. ხოლო მასალას, რომელსაც მე ვიყენებ, რასაც მაგრდება ხო თვლები, მე ხო დააწებო, ის უკვე მუშავდება გოგოებო ცხელი წებოთი, ეს უკვე მაშინ აღარ გჭირდებათ. ასევე რაღაცა პლასმას ნარევი რაღაცები, ბურთულები და რაღაცები რო იყიდება, ამით ნუ დაამაგრებთ და ის საერთოდ ვფიქრობ, რომ არც უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ხარისხი აქვს და მოკლედ იმუშავეთ ნორმალურ თვლებზე, თუ იმუშავებთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის გინდათ ასევე ნორმალური თვლები შეიძინეთ და მოკლედ აი მე კიდევ ერთხელ დამივარდება და გადავაგდებ ფანჯრიდან. ასევე ჩემო საყვარელო, შენ საყურეს ერთხელაც ავდგები და გავიკეთებ. როდის მოფრინავთ, უკვე ჩამოფრინდი, არ ვიცი, ესე იგი საყურე, რომელიც შემიკვეთეს გოგოებო, რა ვიცი, რამდენი ხანია მიდევ სახლში, ვერც აგიხსნით. საზღვარგარეთ არის ეს ქალბატონი და უნდა ჩამოფრინდეს. არ ვიცი, ჩამოფრინდი თუ არ ჩამოფრინდი, თუ ჩამოფრინდი. იცოდე, რომ ადგილზეა შენი საყურე და კბილები მიკაწკაწებს, რომ არ გავიკეთო. ეს კი თავს ვიკავებ, რომ არ გავიკეთო. რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვენი საყურე არის ადგილზე. ხო, დავლიოთ ახლა ყავა. მე ყავის დალებამდე უნდა გაჩვენოთ გოგოებო, თავი რომ დავიზიანე. დავეჯახე გამომღებულ კარატას სამსახურში. ხა იტყვით, რომ როგორ ვერ დაინახეო, მაგრამ დავინახე. უბრალოდ მეგონა, რომ ცოტა გვერდს ავუქცევდი, ბავშვთან ერთად გავდიოდი და როგორ მეცინება და ამიტომ მივეხახუნე მოკლედ და აი ეს მიხახუნება ძალიან ძვირად დამიჯდა. აქ კიდევ არ ჩანს ეს ჩალურჯება, როგორც ძალიან მაქვს ჩალურჯებული. იდეაში გამეფხაჭნა, მაგრამ რავი რატო ჩამელურჯდა ეს. ხო და ესეთი ამბები, ჯერ ვერ დავისვენე სიმართლე გითხრათ, იმის ხეხვაგლეჯვაში ვარ ისევ რაღაცების. თუმცა ძალიან მილაგებული ეგ ამბავი და ძალიან მსიამოვნებს და ძალიან მომწონს. აი ამ ხელათ ეტალს ხალხო შეუძლია მთლიანი რაღაცა ვიზუალი ყველაფრის შეცვალოს და ძალიან მოხარული ვარ. რაც შეეხება ჩემ თმას გოგოებო, ესე რაღაცა დაქუცქუცებული.
ავტომატურად მოხდა ეგ ამბავი. უბრალოდ ჩემი თმის კრემი მაქვს გამოყენებული, აწეული მქონდა სადაც წავედი, მაგრამ ახლა რაღაც არ მინდოდა აწევა. გავიშალე. თმის კრემს ეძახიან ხოლმე, რასაც ვიყენებ. მოსი არ გვი თმის კრემი. ისე ცხელოდა ხალხო გუშინ, ვაი მეთქი თითქოს წინა დღეს ქურთუკით არ ფეფლა, ისე ცხელოდა. აი არ ვიცი. აუ რა კარგია, ავა. ძალიან. ჩემი ყვავილი სასწაული კაქტუსი რო გაჩვენეთ, ხამე ისე დაიკეტება საყვარლად და დღეს რა შევხედე გაღვიძებულია ის გადაშლილია. გადავირიე ხალხო. კაქტუსი რომელიც რავი თავისთვის იყო, არავის თავისი არსებობით არ აწუხებდა თავისთვის პაწეცინა ქუთაისში. აი მართლა თავისთვის რო იყო და მე მილიონ წელიწადში ერთხელ უსხავდი მგონი წყალს და მეგონა გაფუჭებულიც კი იყო, ანუ ვფიქრობდი რომ ალბათ გადავაგდებ თქო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მეგონა რომ აღარაფერს აღარ ისავდა რა. ასე ისეთი ვიზუალი ქონდა. უცებ ხალხო არ გადაირია, გამოვშტერდი. ყველა მეჩხუბებოდა შემოიტანე სახლში, ნუ ყავს გარეთ, ნუ ყავს და მე უკეთ ყვავილების რო ყიდულობდი, იქ მითხრა ქალბატონმა, რომ კაქტუსი უძლებს გარე სივრცეს და ამიტომ შეგიძლიათ რომ დატოვოთ გარეთ. ხო და ყველა მომნობდა არ შემოიტანე და ამიტომ დავტოვე. ერთი კაქტუსი მაქვს კიდევ ასევე გარე სივრცეში მაქვს, ოღონდ სამზარეულოს მხრიდან იქით და რა ვიცი, ისე ჩვეულებრივად არის რა. მაგრამ ის რაღაცა ცოტა ვიზუალი არ მომწონს, შება არც არის ისე როგორც საჭიროა. მაგრამ ფაქტია, რომ გარე სივრცეს ზოგადად კაქტუსი უძლებს, თუმცა ამათაც აქვს რაღაცა ძალიან ბევრი ისინი, ზოგი ნაკლებად უძლებს, ზოგი ესე. ხო და რა ვიცი ხა ფაქტია, რომ გაუძლო. მშვენივრად. ხო და ძალიან მინდა გოგოებო მცენარეები. ოღონდ რა მინდა გოგოებო იცით, მე ხო ისინი მაქვს გისოსები. და ძალიან მინდა რომ რაღაცა ისეთი მცენარე ვიყიდო, რომელსაც ცოტა მაღლა ავიყვან, ანუ იმაზე რა რომელი ყვავილი შეიძლება ვიყიდო, გეხოწებით მირჩეთ ხა ვიც ერკვევით, მე რო ვერ ვერკვევი მეტყობა ხა დავიტაფეხებამდე. ხო და მოკეთ მინდა მცენარე, ის კედელზე ასაყვანები და ის რო არის არ მინდა. აი აქ რო იმას ვქნა რა, გისოსებზე აი აქვე რო ავიყვანო, მე ხო გაიზრდება არა, ძალიან მინდა, მაგრამ მე ის მადარდებს მე სახშუნობაში მოვიყვანო ზამთარში, მე აქ წავიღებ ხა მაგ სიგრძე და ხოლ რაღაცას. მოკლედ გარე სივრცეს რო უძლებს ისეთი მცენარე მინდა რა. ჩემი მული მიზრდის ასევე ყვავილს, რომელიც აი ზუსტად ეგეთია ასაყვანი და გეგმავთ ხეივანი, საიდანაც იწყება. ჩვენი იქ უნდა ჩავრგოთ და ამოვიყვანოთ მაღლა კედელს და აი აქ გადმოვიყვანოთ, მილი გადის რაღაც აქ ჩვენთან გაზის და მაგაზე უნდა გადმოვიყვანო. ხო და მის მერე კი გავიდა რავი, რამდენი თვე და ერთი უნდა მოვიკითხო რა შობა ის ყვავილი და უნდა წამოვიყვანო ჩვენი. და ჩავარგო აუცილებლად. აი მე არ დამავიწყდება გოგოებო ერთხელ ჩვენს იმას რა ქვია, ხეივანს დაეჯახა მანქანა. ვაიმე, მე გავარდი აივდი და ლამის გადავფრინდი, იჯდა გოგო. აი ფაქტობრივად ლამის გადატეხა რა, აღარაფერი უკლდა მოკლედ. და რამდენი წლის არის ვინ იცის მოკლედ. წარმოიდგინეთ მეოთხე სართულზე ყავს აყვანილი და ხო იცით ჩვენი სივრცე როგორც არის მაღლა.
ყალავერევით არის გაკეთებული. და გამაუგნა ხალხო ამ გოგოს სითავხედე. ის მანქანა ამის დავიმტრიო და შენი ხეივანი მატარდებსო ეხლაო, აი იხლა ხვაზე დავუკივლე მაღლი და მესამე სართულიდან. იხლა ხვაზე მე ეხლა მათ ჩამოვედი. ანუ ადამიანის თავხედე სადამდე შეიძლება მივიდეს, რომ რაღაცას გიფუჭებს და შენი მიდარდებაო მეუბნება, აი სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სითავხედე, აი ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმის მაგივრად რომ ადამიანს ეთქვა რომ ფოთის გიხდით გადმოსულიყო ხوار მოგიტეხეთ. ადამიანი მოდება რომ ეგ მედარდებაო ეხლა. სადამდე შეიძლება დაეშვას ადამიანი. და მე ძალიან კარგად მახსოვს, მე გადმოხდა მანქანიდან ვიღაცა ბიჭი, გვერდით ეჯდა და ბოდიში მომიხადა რომ ბოდიშ გიხდით და ძალი წაახოხიალა ის გოგოთან ეჭუბებოდა გაჩუმდიო, იმიტომ რომ იქიდან კიო და კიდე რომ ამის მანქანა დავლეწოდა ეს რაღაცა ხეივანზე მებაზრებაოდ რა ძლივ წაახოხიალეს იქიდან ჩხუბობდა წარმოიდგინეთ. ხო და სადამდე შეიძლება დავიდეს ადამიანი, აი დავიდეს, დაეცეს შუულებრივად, რომ შენთვის უმნიშვნელოვანეს რაღაცას გიფუჭებდეს და მაგრამ სამწუხაროდ მაინც გაგვიფუჭესო, ხონდ დასუფთავების მანქანა, ხო იცი დიდი მანქანებია და არ ვიცი როგორ, მაგრამ დაეჭახა. ვერ გავიგე რა დაეჭახა, აი მართლა ვერ ვხვდები. და გადაგვიტეხა მაღლა. დიდი მანქანა გაედო თუ ატრიალებდაო თუ არ ვერ გავიგე რა, ფაქტია რომ დაგხვდა მოტეხილი. ძალიან მინერვიულეთ. გვეკუნა რომ საერთოდ გახმებოდა. მე არ ვიცი რაღაცები გააკეთეს მიაბეს მოაბეს ჩემებმა და ის მხარე ისევე არ იყო როგორც საჭირო იყო, მაგრამ გადარჩა მოკლედ, მე მოვაჭრეს რაღაცები მოკლედ. მაინც გაგვიფუჭდა რა. სრულად ვერ, რა თქმა უნდა, აღდგა და რაღაც, მაგრამ კიდევ კაი. აი ესეთი სიტავხედებით შეუძლიათ ადამიანებს გააკეთონ, რომ აი შედარდებათ შენი ხეივანი, რომელიც საუკუნე ალამიშეთან ერთად არის, no საუკუნე არის პირობითად გავნავით და მოვა მე ვიღაცა კეკელკა და გეტყვის რომ რაში მედარდება, წარმოიდგინე. მეთქი, ანუ შენ ჩემის თუ არ გედარდება და შენ დაეჯახე, მე რატო უნდა მედარდებოდეს ახლა შენს მანქანას თუ ანუ როგორ იყო იცი, ვერ მოატრიალა თუ რაღაცა და ჩემი ხეივანი სადაც არის პატარა ბურდიულივით ხო არის გაკეთებული რა შემოხობილი და იმაზე ავარდა ერთი სიტყვით. იცოდა გოგო კარგად ტარება, იცოდა მაგაში ვერ შეტავები, ვერ დაიდაღა ბურდიული რატომღაც. შემომივარდა სახლში და კიდე იმაზე მეჩხუბა, მოკლედ, წინ რაღაცა კი გაუფუჭდა. ხა იმაზე რომ იმოვარდა. ხა და მოკლედ ესეთი ამბა. ხა კი მეცინება, მაგრამ მაშინ კიდე გამოვკალი. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ როგორც შენია მნიშვნელოვანი, ხო? ანუ შენთვის ისეა მნიშვნელოვანი, ჩემთვის ის რაღაც რა. ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმ თემაზე, რომ ქუჩაში ბავშვს არ უნდა შეეხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან აქტიურად მიდის გოგოებო ამაზე საუბარი. აი რა ვიცი, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე ვიდეო არ ჩაწერა, ფაქტობრივად აი TikTok-ი მოიცვა მოკლედ ამ ამბავმა და ეგ 2-4-იც არის. ჩვეულებრივი ამბავიც არის და ნუ რა ვიცი. ბავშვი რა გაეკანო არ დაიტაცო ხელში რა უცხო ბავშვი რა თქმა მაგას თქვა. თუმცა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისევ მე აბსოლუტურად კარგად მესმის, რომ
განაიმიზნით, რომ რაღაცა ბავშვი და არ იქა და რაც და მოგეწონა და გინდა რომ ჩაეხუტო, აბსოლუტურად მესმის ეს რაღაც ემოციური მდგომარეობა. უბრალოდ უნდა გავიაზროთ რისი უფლება გვაქვს და უნდა იყოს ადამიანის უფლებები დაცული. ეს იქნება ბავშვი, ეს იქნება დიდი თუ ეს იქნება ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ცხოველი იყოს თუ არ მინდა რომ შეეხო, რატომ უნდა შეეხო. და ერთი-ორი კვირის წინ თუ არ ვცდები არ მიდეხარ რაღაც ავიჭრა. არ მახსოვს ზუსტად როდის. მე და მარიკო ველოდებოდით მარშრუტკას და ქალბატონიც იდგა ვიღაც ახალი მისულები ვიყავით, მოკლედ ახალი წასული იყო მარშრუტკაზე, დიდხანს ველოდებოდით და მარიამი რაღაცა კადრით ჩასჩიტებს ელაპარაკებოდა. ხალხო, აი მოწმედი ცაზე, უცებ ვერც გავიაზრე. ვიღაც კაცმა ესე ჩამიქროლა, მარიამს ესე მოხვია ხელი, თავზე აკოცა და გაიარა. ვერ მივხვდი ხალხო. საერთოდ ვერ მივხვდი რა მოხდა. იმდენად სწრაფად მოხდა ეგ ამბავი, რომ ვერ გავიაზრე, რომ ვიღაცა მოვიდა, რომ ვიღაცა ჩემს შვილს შეეხო. ანუ ხვდებით ვერ გავიაზრე, საერთოდ რა მოხდა. ოღონდ გათიშული მთვრალი იყო ესეთი სული გაატარა. და იქ ქალბატონი იდგა და რას ნიშნავს ეგ, ანუ დაეტაკე ბავშვს რაღაცა მიხუტები ფერი, ანუ ის ქალიც გაუგა და ეხლა რა თქმა უნდა არ გამოვკიდები ვარ იმ კაცს და არაფერი, მაგრამ არ არის რა, ნორმა არ არის რა, ესე დატაკებები და რაღაცები მეთქვე მოგიყევით მეტროში კაცი რო კიდე თუ არა ბავშვი მომეციო რომ მეუბნებოდეთ რომ გადავიდიე. ჩახვდება რომ და მეკამათა რომ მოკლედ რომ ისვის ნორმა იყო და მესმის კაცს შეთვის ნორმა, ჩემთვის არ არის რაღაც ნორმა და როგორ ვინერვიულე კიბეებზე რომ ეკაჩალავებოდა. ხო, რა ვიცი, ის რო აღარ არის, ყველა ამბობს კი ბატონო, ის რო ნამდვილად აღარ არის და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ზნედაცემული ადამიანი გამომჟღავდა და ძალიან ბევრი გადახრებით და იძულებულები ვართ დედები, რომ საკუთარი შვილები დავიცვათ. ამაში არაფერი არ არის ცუდი. ნამდვილად გუში მოვდოდით მე და მარიკო და ქალბატონი იყო ერთი და პაწაწუნა ბავშვი ძის რაღაცას თამაშობდა. ისეთი საყვარელი იყო, წითელთმიანი, ხაჟღაჟა, ცეცხლო უკიდია, ხო ის პაწაწუნა იყო ძალიან და ერთი სული მქონდა, მივსული ყავით და ეს ჩავხუტებოდი რა თქმა უნდა, ჩავხუტები ვარ და ძალიან საყვარელია თქო და ნუ გავიარეთ, რა თქმა უნდა, არ შევხები ვართ არც მე არც მარიკო ვართ. ისეთი საყვარელი ხალხო. აი რო ვერ ინელებ, ხო იცი რომ ვერ ჩაიხუტე, შეგრძნება მაქვს, მაგრამ საზღვრებია. ასე. ხო და გეუბნებით რომ დაეტაკა ის ვიღაცა თვრალი ვერც გავიაზრე, საერთოდ რომ ვიღაცა დაგვეტაკა. ხო და ასაით რომელი მხრიდან მოვიდა, ვერაფერი ვერ დავინახეთ მოკლედ რა. არ არის რა სიამოვნო. გეუბნებით საერთოდ გავიაზრე რომ ვიღაცა დაგვეტაკა, უკვე გავიიქო და ვერც გავიქცა ითად მოვიდა ის კაცი. რო აიტაცებინო ცოტა გაევლო, ვერც მივხვდებოდი რომ ბავშვი აიტაცა. აი წამზე ალბათ უფრო სწრაფად მოხდა კი. დედას უახლოვდება წასვლის დრო და მე ვარ უკვე მაშინ შემომიტია უკვე სევდა. დღეს მარიკო სალონში უნდა წავიყვანო, ხალხო იმედია სადმე ღია იქნება. ვიცი ხა სუღია ხოლმე ისეთ დღესასწაულებზეც და ჩავკავდა შევაჭრა, იმიტომ რომ უკვე კუჭს დაბლა აქვს. ძალიან მინდა დავტესტო ჩემი ხუმელი. ხო და ჯერ რაღაცები კი ვერ გავიგეთ რეჟიმები, მაგრამ გავერკვევით. გუშინ ალბომებს ვათვალიერებდით რაღაცებს, სვამეშალა მთელი მოგონებები. მიყვარს ფოტოების თვალიერება, ძალიან
განსაკუთრებით მოყვარს ხოლმე ძალიან ძველი ფოტოების თვალიერება, აი ძალიან ძველი ფოტოების თვალიერება, ზოგს ვერც ვცნობ ხოლმე. და აი ადრე ქონდათ, არ ვიცი, ძალიან აი ისეთი ადამიანების ფოტოები, ვიღაც მაგალითად, ჩემთვის რომ ვიღაც არის, მაგრამ მათთვის არ იყო ვიღაც. თუმცა რომ იყვებიან, აი დედაშვილის, მამიდაშვილის, მაინც ძალიან შურეული გამოდის, მაგრამ ქონდათ ფოტოები. და მათ ერთად გადაღებული კი არა, მარტო რომ გადაღებული რა, და აი ძალიან საინტერესოა ხოლმე ბებო რომ იხსნით და ეს არის რაღაცა ძალიან დიდი. კედლებზე ქონდათ ხოლმე ადრე კიდე დაკიდებული ბებოს მახსოვს, ვაიმე, ვისი ფოტო არ გინდათ ხალხო, გარდაცვლილი ადამიანების, აი ძალიან ბევრი ადამიანის ფოტო ქონდა. ჩარჩოებით დიდი და მახსოვს რომ იმ ოთახში შესვა რაღაცა არავის არ გვიდოდა ხოლმე, რაღაცა შიშს გვრიდა. მე უკვე ჩამოხსნეს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რაღაცა ყოველას ეს შეგრძნებები გქონდა და დროზე განმავლობაში მე ჩამოხსნეს, შეინახეს. რა თქმა უნდა პაპას სურათი უცვლელად არის იქ ჩვენს სოფელში. მაგრამ იმდენი ადამიანის ფოტო ქონდა ბებოს, ძალიან რამდენი საათისაოს ფოტოები, ვინც კი გარდაცვლილია, აი. მიყვარს მოგეთ ფოტოების თვალიერება ძალიან. ასე ბევრი ისტორია სინახავს, ბევრ მოგონებას სინახავს, ბევრ სიხარულს სინახავს, ბევრ დარდს სინახავს. ძალიან ბევრ ამას სინახავს, ფოტო, ისტორია სინახავს, შენს იმ სახეს ინახავს, რაც გქონდა იმ წამს, ხო ადამიანები ვიცვლებით და ყველაზე მეტად დედაჩემო ვაიმე ეს რა კარგი ფოტოაო და მეთქი რა მეთქი და უცებ ჩემი ჯვრის წერის ფოტო. სამწუხაროდ კადრები არ მაქვს და ძალიან მასევდიანებს ეკამბავი, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ ერთს დაუჯდა ტელეფონი ჩემი ჯვრის წერის, მეორეს დაუჯდა, მესამეს დაუჯდა და ვერ გადაიღეს. რაღაცა კადრები არსებობდა, მაგრამ არ ვიცი, გადმოგზავნა ზუსტად მეკარგა მოკლედ. არ ვიცი, მე არ მაქვს არაფერი მოკლედ. რადგან ძალიან პაწაწუნა ტაძარში დავიწერეთ ჯვარის ერთად ძალიან ბევრი ხალხი არც იყო რომ გადაიღოთ და ვინც იყვნენ დაუჯდათ სხვაგან რომ ვიღებდით და მანდ უკვე ფაქტობრივად ახარ იყოთ. აი აიფონი გენაცვალეთ რა არის. ჩემი სამსუნგი ისე ცოცხალი იყო და აიფონები ვისაც გქონდა ყველას დაუჯდა. ახლა რო ვიწერდე ჯვარს ალბათ ცოტა სხვა რაღაცებს ავირჩევდი. ვიდრე ავირჩიე, მაგრამ რას ვიზამთ კუჩავლილი ამბავი. როგორც სიოდა ღმერთო. ხაც მაგაკალებს რომ ახსენეთ. აი უსაზღროდ მაგარი ფოტოა. უსაზღროდ მე თქვენ ხო გაჩვენებთ და აი რაღაცნაირი ფოტოა, ნახეთ. შიგნიდან ყველაფერს მიფხორიაქებს ეს ფოტო რა. ძალიან მიყვარს. წავედი. გემშვიდობებით. ჰაი. შუადღემშვიდობის მეგობრებო. წავიდეთ. მარიტმა შევაჭრათ. ჩოლკა, რომელიც როგორც გითხარით, კოჭის დაბლამდე დასწრავს. შევაჭრათ. მე მაცვია ახალი ზედა, მაისური, რომელიც ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ მუცლის ზონაში მოკლედ არ მომწონს, დედაჩემა ნორმალურად არის რა გინდაო, გაჩუქე მეთქი და გადაირიეროს, მაჩუქე ნორმალურად გაგდაანებე თავიო. თუმცა ეჭვმა გაარჩავიცვამ. ამაჩვმა. უბრალოდ ახლა იძულებული გავხდი. ესენი კარგად ჩავშალო. ჩამეცვა, იმიტომ რომ უკვე გამოსული ვიყავი. ნუ ეშეკეტე ისედაც იცით და ეს საყურე, რომელიც ალბათ ახლა არ გამოჩნდება, იმიტომ რომ პორტრეტით ვიღებ მოიცი. ანუ ულამაზესია ხალხო. რა გარდამავალი ფერები აქვს ხეზე, აი ვერ აგიხსნა. რადგან პიჯაკისთვის უკვე ძალიან დაცხა, ამიტომ გადაწყვეტე ეს მომეცოთ ხელიზე და
თითად არ მომწონს ფერებში, მაგრამ იმ სისქე პიჯაკის ჩაცმა უკვე ძალიან გამეტანია. წავიდეთ. მიჩა დედიკო, მეც არ გადავარდე. მოდი აბა დავენახოთ დედა. დავენახოთ. და ამ ზედაზე მონება დედჩიმი რომ აქვს ნორმალურად. წარმოიდგინეთ. მაინც რა არის დედა რო უყვარ ხარ. კვირას მიდოდა შეჭრა, მაგრამ რადგან კვირას სტუმრად მივდიოდით და თავზე მეყარა მთელი სარემონტო რაღაცები, ამიტომაც ვთქვი რომ სამშაბათს უეჭველი, იმიტომ რომ მართლა ძალიან აქვს გაზრდილი ხალხო. თვალიდან ვეღარ იხედება ბავშვი. მე აღარ ვიჭრი. ჩემთვის რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ შეჭრა, იცით თუ თორე ისე ხო იცით მაინც და მაინც შეჭრაზე ცოტა ბურძგლავს. ხო და მე იქიდან ყავაზეც გამოვივლით, საკოს დავურეკავ, მეტროს თარო ვიქნები და ვეტყვი რომ და სწრაფად ჩამოირბინე. ხო და აქვე მაგდონალდსიც არის მეტროსთან გაიხსნა იქვე ჩვენთან და 2 წუთი ცუდი საერო სათამაშო სივრცე არ ყოფილა აქ, იმიტომ რომ ადგილი არ არის სავარაუდოდ, ხა იქ ძალიან დიდია, საკმაოდ დიდია. ხო და არა ყავას დავლევთ. მარიკონა მირთმოს ხრის. ალბათ, რა ვიცი, იმედი მაქვს. ხო და ასე. ჭკრავთ. ისეთი ამინდია გოგოებო, რომ აი უეჭველი რომ უნდა დასხოს მაგრად და კარგად რომ უნდა იწვიმოს ისეთი ამინდია. აი რომ მოიღორბლება და ჩაიხუთება ხო იცით ეგ აბა გაახილე. ნახოთ, თანატოლია თუ არა. ერთი ორი ცალი ეყოფა, ანუ დიდი არ უნდა არაფერი. კი არ გამონაბოლქვი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა. წავედით დედიკო. ავიდეთ მაგდონალდსში და დავიღოთ ყავა. ძალიან მოწონს რომ სივრცეები კარგად გამოყოფილი. მე იცი რა შეუყვარს.
ხარები ყორო. მიდი დახატე. შეხედე. მაკდონალდსში ვარ, შეხარძლები. უცებ სახატავ თანხებს, ზის და ხატო. ვაჩვენე, ხო?